დებით ახალი რეკომენდაციები და დასკვნა დაიდება საქართველოში საყდრისის ექსპედიციის ხელმძღვანელი ბოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერი თომას შტოლნერი ჩამოვიდა. გერმანელი მეცნიერი თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მოწვევით იმყოფება. სპეციალისტი საყდრისის საბადოზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა და უახლოეს პერიოდში შტოლნერი დასკვნას მოამზადებს. Really can reach in this talks. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომიწვია, რათა გადავჭირათ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ შეგვიძლია სააგენტოსა და სამთავრობო უწყებებს რჩევები მივცეთ. ჩვენ საბადოს 10 წლის განმავლობაში ვსწავლობდით. ეს არის უძველესი საბადო და ქართული ისტორიის ერთ-ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა. ჩვენ გვინდა რაიმე გავაკეთოთ ამ ძეგლისთვის. თუ გინდათ აქ გათხრების ჩატარება, რომ რაიმე საინტერესო და კარგი ინფორმაცია მიიღოთ, ამისთვის მინიმუმ 1 მილიონი ლარი იქნება საჭირო და ამას დროს დასჭირდება. ჩვენი სამეცნიერო პროგრამა ამ 10 წლის განმავლობაში კი 600,000 ევრო დაჯდა. ეს ნორმალური ფასია. ჩვენ ახლა 9 წელიწადია ვმუშაობთ და ამდენად დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა არის ისე, რომ ჩვენ მივახციოთ რაიმე ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც მოგცემ საშუალებას ძეგლის ბოლომდე შესწავლისა და მისი მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის მოპოვებისა. ჩვენ არქეოლოგები ვართ და ჩვენ ვართ მეცნიერები, რომლებიც ვითხოვთ ამ ძეგლის ბოლომდე შესწავლას.